გორში დედაშვილის სიცოცხლე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა იმსხვერპლა. ინფორმაცია მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ანი ბერიანიძე და მისი 3 წლის ქალიშვილი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, როცა მათ მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა ადგილიდან მიმავლა სცადა. ქალი ადგილზე დაიღუპა, მცირეწლოვანი კი კლინიკაში გარდაიცვალა. მძღოლი დაკავებულია მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. გოგა ხაინდრავა საჩივრის საფუძველზე TV ფორმულა 10000 ლარით დააჯარიმეს. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ოცნების პროპაგანდისტის სარჩელის მოთხოვნების სრულად დააკმაყოფილა. ჯარიმის გარდა შაბათის ფორმულას დაევალა იმ ფაქტების უარყოფა, რაც სადავო რეპორტაჟში გავიდა. ისტორიაში პირველად უკრაინელი სამხედროები პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ. ღონისძიება პარიზის შანზელიზეზე გაიმართა და უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის სიმბოლოდ შეფასდა. აღლუმის საჰაერო ნაწილში მონაწილეობა მიიღო უკრაინისთვის გადაცემულმა 2 ფრანგულმა ავიაგამანადგურებელმაც, რომლებშიც უკრაინელი თანაპილოტებიც იმყოფებოდნენ. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი ანორექსიას განიცდის, მაგრამ ის საერთოდ უნდა გაქრეს, წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური. მადიარ ბროუდის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა კიდევ 11 რუსული გემი დააზიანეს. ტანკერებს ყირიმში საწვავი გადაჰქონდათ.